კინოთეატრ აპოლოში ოსკარზე ნომინირებული ქართული ფილმის მანდარინების ჩვენება გაიმართა. ზაზა ურუშაძის ფილმი ამერიკის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონიამდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ნახეს. ფილმის ჩვენება ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენება ბათუმის გარდა საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში იმართება. თავარი მიზანი თურისთვისაც გავაკეთეთ ეს კინოჩვენება იყო უფრო მეტად პოპულარიზაცია ამ ფილმისა და საზოგადოების საქმის ყურში აყენება, ასე ვთქვათ, რომ ეს ფილმი არის ის ფილმი, რომელიც მიდის ოსკარზე ერთ-ერთი ნომინაციაში, უცხოურ ფილმებში არის წარმოდგენილი და სკოლის მოსწავლეები გაეცნონ ამ ფილმს, ნახონ, იცოდნენ შინაარსი თუ რა ფილმია, რომელიც გადის საქართველოს საზღვრების გარეთ და წარმოადგენს, ასე ვთქვათ, საქართველოს მსახიობ და ასე ვთქვათ კინემატოგრაფია. თავარი მიზანი არის რა თქმა უნდა ქართული ფილმის პოპულარიზაცია და ჩვენებას ესწრება როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუდენტები. ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ მსგავს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა და ვიყოთ თანაორგანიზატორები მსგავსი პროექტების. რადგან ოსკარზე გადის, ამიტომ მით უმეტეს მომინდა რომ ეყოლებინა და ძალიან კმაყოფილი ვარ. თან მით უმეტეს რომ ესეთი ფილმები მინდა რომ ისევ გამოვიდეს. როგორი ფილმიც არის ზაზა ურუშაძის მანდარინები, კიდევ ბევრი გამოვიდეს რომ ისახელოს საქართველოს.